გიორგი, ბოლო პერიოდი ყველა ამ SWIFT-ზე ლაპარაკობს და რა ხდება? რა არის საერთოდ ეს SWIFT-ი? SWIFT-ი არის გადარიცხვების სისტემა, აი წარმოიდგინე რაღაცა საერთაშორისო იმეილი, რომლითაც მაგალითად გერმანიის ბანკს რომ უნდა ამერიკის ბანკში ფული გადარიცხოს, ის იყენებს კომუნიკაციის ამ საშუალებას, შეტყობინება იგზავნება დახურული სისტემით, რომელიც არის ძალიან სანდო, 200-ზე მეტი ქვეყნის ბანკი იყენებს და ის თავად ფულს არ ეხება, უბრალოდ ინფორმაციას აგზავნის, მაგრამ მისი რეალური ალტერნატივა ფაქტობრივად არ არსებობს. და ის მართალია, რომ საქართველოში გათიშვის შემთხვევაში ჩვენ ანაბრებს საფრთხე შეიძლება შეექმნას? ჩვენს ანაბრებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პირველ რიგში საქართველოს ზოგადად SWIFT-დან გათიშვის საფრთხე არ აქვს ამ ეტაპზე. აქამდე ცნობილია რუსეთის, ირანის და თორსტე ბელარუსის რამდენიმე ბანკის გათიშვა და ამას ჭირდება დიდი შვიდეულის ქვეყნების, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება და მე მგონი ჯერ ამდენი არც დაგვიშავებია და იმედი აქამდე არც მივა საქმე და SWIFT-ი ეხება მხოლოდ საერთაშორისო გადარიცხვებს და არა ბანკში განთავსებულ ჩვენს ფულს და ანაბარს. კარგი და რატო არის ამ ხელა აჟიოტაჟი? დღეს სანერელო იმდენად SWIFT-დან გათიშვა კი არ არის, არამედ ის პანიკაა, რასაც ეს იწვევს და ამაზე საუბარი. ყველა მიანაბრე ერთად რომ მივიდეს ბანკში და მოითხოვოს თავისი ფული, ხომ სოფლიოს ვერცერთ საბანკო სისტემა ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ ეს აჟიოტაჟი უფრო დამაზიანებელია, ვიდრე თავად SWIFT-დან გათიშვა. ვერ გაუძლებს რას ნიშნავს? ყველამ რომ მოთხოვს თავის ფული დღეს ბანკს, ერთიანად ვერ მიცემს ბანკი ამ ფულს, იმიტომ ეს ფული გასასხებული აქვს. ანუ გამოდის რომ თავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ ავყოთ პანიკას. ნამდვილად, დღეს SWIFT-ის გათიშვა უფრო პოლიტიკური ზეწოლის თემა, ვიდრე რეალური ფინანსური საფრთხე და კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, საქართველოს დღეს SWIFT-დან გათიშვის საფრთხე არ ემუქრება და მით უმეტეს არაფერი ემუქრება ჩვენს ფულს ბანკში. გასაგებია. და იცი კიდე რა მაინტერესებს?